მოგესალმებით ჩემი ძირფასება და ჩემი კარგები, ჩემი მშვენიერება. მოდით დღეს ვნახოთ როგორ არის ის თქვენს გარეშე სინამდვილეში, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, გითხოთ ეს დასტა ძალიან მიყვარს, აი ეს რაღაცა ცვლილებები ჩქარობს თქვენთან. და კარგით, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ ვნახოთ, შევალთ მის სივრცეში და ვნახოთ ახლა რაც მოგვიყვება ტარო. თუ დაგჭირდა რამე კითხვები, კიდე ცალკე დავუსვოთ, ხო? ეხლა ნუ აი ნახეთ მე-20 არკანი წეღანაც გამოვიდა და ეხლაც ისე შევდე, მაგრამ ეხლა ნახეთ რა არის. შემიძლია გითხრათ, რომ აქ მიდის ეხლა მაგ ადამიანის ცხოვრებაში პირველ რიგში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. თითქოს რაღაცას იცით როგორ არის, მეცადე, იმიტომ რომ ეგრევე გამოხვედით თქვენ, აქა პირველი დედოფალი ყოველთვის ის ქალი, ვინც უყურებს და მაინტერესებს ახლა. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, აკეთებს რაღაც ანალიზებს. მე მეგონა რომ ისე რა ქვია, დასრულებას მაჩვენებს, არა. თითქოს თქვენზე ნახეთ ცხრიანი საერთოდ გვერდხების არის როგორი მომენტი. ანუ მე ვაანალიზებ სიტუაციას, მე ადამიანს სანამ იმოქმედებს, ჯერ იხსენებს რაღაც მომენტებს, რომელიც შეიძლება იყოს თქვენ შორის, ანუ даже რას ვეთყოდე, სულ სხვანაირად არის თქვენს მათ განწყობილი, იმიტომ რომ აქ ორი კარტი მაჩვენებს იმას, რომ თითქოს ხდება, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ გამოიყვანოს ეს რთული პერიოდი, რა პერიოდში არის, ხა იმყოფება ეგ თვითონ ახლა ამ წუთში, იმიტომ რომ მოენატრეთ უზომოდ გულის ტკივა. ეხლა თვითონ კი დავინახა სად მოვა ეს რა სინამდვილეში როგორ გრძნობს თავს თქვენს გარეშე აგერ კი გვაჩვენებენ უკვე აქ. ნამდვილად არის სიტუაცია, როცა შეიძლება აი თქვენი ენერგია, ეს გემრიელი ცეცხლოვანი ენერგია ენატრება, ანუ მოაკლდა, ძალიან მოაკლდა თქვენი ენერგია. და სხვათა შორის ეს იმას იძახის, რომ მხოლოდ მას შეუძლია რომ გამომიყვანოს მე ამ სიტუაციიდან, მხოლოდ აი იმ ქალს, რომელიც მე მიყვარს, შეუძლია რომ შეცვალოს ეს უდიდესი რაღაცა ტკივილი, შემიძლია გითხრათ რა, როგორ არის თქვენს გარეშე, აგერ ვნახოთ. მაგრამ როგორი მომენტი არის, აქ რაღაცა დაბრყოლებები ამ ადამიანს და იმიტომ რაღაც ვერ აკეთებს ნაბიჯებს, თქვა, ხო შეიძლება ლოგიკურად თქვა, რომ თუ ასე განიცდე, თუ ასე თქვა, ხა ნერვიულობად ეგედა რამე თქვა, გააკეთე ნაბიჯი, მაგრამ აქ რაღაცა მომენტები აქვს, რომელიც მაგას აჩერებს და არაძლევენ საშუალებას, რომ მან რაღაც შეიძლება შინაგანი ბრძოლა ან დიდი ხანია ეს ადამიანი შეიძლება არ უარყოფდა, თქვათ, იმ თავის ბედნიერებას, რაღაც ეგაც მოდის, ნუ ნახოთ ჩვენ კიდე. როგორ არის ახლა ეს ადამიანი, ხო? აქ მოხდა როგორი სიტუაცია, რას მაჩვენებს ეს? გოგოება, აქ ადამიანი მოხდა თავის რაღაც მახეში რა, თვითონ. და ძალიან უეცრად, მაგრამ ეხლა ჩვენ გვაჩვენებს ტარო უეჭველი ვიცი, მაგრამ მე რა მინდა გითხრათ, რომ არის ეხლა ეს ეგრევე მაჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა არის აქ. ეს ურთიერთობა არის შეიძლება აქ даже გადასვლა არის, თქვათ, კარმული ურთიერთობის, მონათესავი სულების ურთიერთობაში. ეგაც ამასაც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ აქ იცით რა არის, ადამიანი აჩვენებს, ეგრევე მაჩვენებს, რომ მე იმისათვის, რომ მე გამოვიდი იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც ახლა აღმოჩნდით რთული პერიოდიდან, მხოლოდ მისი სიყვარული დამეხმარება მე, მიხვდით? იმიტომ რომ თითქოს თქვენი ენერგიის გარეშე ეს აი ყდება ცუდად არის რა. ძალიან ცუდად არის და მაგრამ მოხდა თვითონაც ხსნის მაგას, რომ ანუ თითქოს მე თვითონ შევიწინააღმდეგე ჩემს ბედნიერებას და ანუ ეხლა იმას ვნერვიულობ, რომ აი ეს ზოგჯერ არის ჯიბრზე, ხო იცით, რომ ახლა
თქვა ჯიბრზეც მოგიქცევა ადამიანი და ამ დროს თვითონ მერე მაგ ჯიბრის გამო ცუდ დღეში ვარდება რა. ეგაც არის ეგეთი რაღაც და ეხლა ნუ კი როგორ არის ეს თქვენს გარეშე და ძალიან ცუდად არის ძალიან და თან ბრაზდება, თან ფიქრობს, რომ მაგრამ ცდილობს სხვათა შორის, რომ აი რაღაცა გავაკეთო, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ აქ ახლა უძილო ღამეები 100%-იანი აქ ადამიანი შეიძლება უცბად გამოიღვიძოს, რაღაცებში ვერ ხდება, რა ხდება. აქ არის როგორ იცით, აი მაგრამ ნახეთ აქ როგორი ფიქრებიც უკვე აქ ამ ადამიანს, რომ მე მაინც მე გამოვალ, მე გავწერ, მე ამ სიტუაციას მე უნდა ავიღო კონტროლი, ასე რომ ვთქვათ, ამ სიტუაციაზე, იმიტომ რომ ეხლა ეს ადამიანი ძალიან კიდე აქ ახლა მიდის აღიარება, რომ მე ვიცი, რომ მე ჩემი ბავშვურის საქციელით მივიყვანე ეგ სიტუაცია იქ, სადაც ვართ ეხლა რა. მე თვითონ შევაგდე ჩემი თავი აი ასეთ მდგომარეობაში, კი? და ეხლა არის ჩაკეტილი, არის ძალიან დიდ განცდებში, არის ძალიან ისეთი იმაში, რა ქვია, ანუ როგორ არის, იცი? მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ ნახეთ, აი თითქოს ჩაიკეტა ყველაფერი, ნახეთ როგორ არის ზის და ყველაფერი თითქოს ჩაკეტილია, ყველა სფერო შეიძლება ჩაიკეტა ამ ადამიანს, აი ამ არასწორი საქციელის გამო. არა ფინანსები შეიძლება არ გამოვრიცხავად იყო, იმიტომ რომ ეხლა უკვე უნდა გამოვიდეს. ნუ აქ შეიძლება სულიერი განცდაც არის. აქ სხვათა შორის არ გამიკვირდება, აი შეიძლება გულის ტკივილიც ქონდეს იმენაი ფიზიკურ დონეზეც და არა მხოლოდ თქვა ისე რომ ამბობ გულის ტკივილი. არ გამიკვირდება, მაგრამ ეხლა როგორი მომენტი არის, ეხლა უკვე თითქოს აი ეს როგორი მომენტია. ნახეთ, როცა შენ დიდი ხანი იჯექი რაღაცა, ნუ პაუზა მოხდა, ხო? ეხლა ან აბათ რო არის ადამიანი, თქვა დიდი ხანი სიტყვაზე და მე უკვე რაღაცა აი ვხედავ მზეს რო იტყვიან რა. ანუ ვხედავ რა ქვია, პრასვეტი რა, ნუ პრასვეტს ვხედავ რა, ასე რომ ვთქვა. იმიტომ რომ ნახეთ, გამოდის ეხლა გამოჯამრთელებას ვხედავ. ანუ თითქოს რასაც ვერ ვხედავდი დიდი ხანი, ეხლა გამოჯამრთელდი, რომ ნუ 10-იანი არის აქ. ხმალების ეს რა თქმა უნდა, როცა უკვე ადამიანს თვითონ არ შეუძლია რამე გააკეთოს, რაც შეიძლება, კი შეიძლება ჩააგდეს გეუბნები და ფულობაში უკვე რაღაცა თითქოს ყველა სფერო ჩაეკეთა ადამიანს რა. მაგრამ აქ ვხედავ იმას, რომ მოდის აი ეს ტრანსფორმაცია, სულიერი ტრანსფორმაცია აუცილებელი იყო ამ ადამიანისთვის, უნდა გამოევლო რა ეს რაღაც, ეს აუცილებელი გოგოება, აუცილებლად უნდა გამოევლო ეს. მაგრამ ეხლა უკვე თითქოს აი ახალნაბიჯს დგამს რა, ანუ ეხლა უკვე ვგეგმა, ეხლა არ ვიცოდე რა გამეკეთებია, მაგრამ აქ თითქოს კი ბატონო, კი აი, ხო გითხარი, მზე გითხარი და აგერა, კი. ზუსტად ეს მომენტი არის, რომ ეხლა ადამიანი თქვენი მამაკაცი, მოდით ასე რომ, ნუ ადამიანი რატო ვამბობ, იმიტომ რომ ბიჭებიც უყურებენ გოგოებს და ამიტომ ადამიანს არ შეიძლება საერთოდ ისეთ მიმართვა. ანუ საჯაროში ასე გამოგდის რა. ანუ ეხლა იცით როგორ არის, თითქოს ანუ დამშვიდდა. ეხლა კარგად არის. ეხლა ესე მაჩვენებენ, შეიძლება სხვათა ძალიან ბევრს მოუწერია ჩემთვის, რომ ძალიან ხანძლივი გქონდათ ეხლა ეს პერიოდი, ესეთი ეხლა ხომ თავრდება ეს დაბნელების დერეფანი თუ რაც არის, ხოლმე ასტროლოგია არა ვარ ნამდვილად, მაგრამ ვუსმენ რაღაცებს და ვიცი, რომ ეს ძალიან კარმულად ძალიან მოკმედებს რა. ყველაფერზე და თითქოს აი შავი ღამიდან რო გამოდის ადამიანი რა, რომ საჩვენოში რო იტყვიან და ეხლა პრინციპში აი კარგად გრძნობს თავს ეხლა არ არის ცუდად, ვერ გეტყვით, ნუ ყოველ შემთხვევაში ან ნახოთ ახლა თვითონ არ გამოჩენილა ჯერჯერობით. ხო, მაგას ქონდა როგორი მომენტი, იცით რომ რასაც ეწინააღმდეგებოდა თვითონ, აი ეხლა მივხვდა რომ
აქ გადაფასება სიყვარულის მოხდა, იცით მასში, ძალიან დიდი გადაფასება, ძალიან აი მოვიდა, აი თითქოს განულდა, იცით, აქ ამას ქონდა ეთყობა გაკვეთილი, იმენა უშვალოდ, აი და ეგრევე მაჩვენეს დასრულდა რაღაცა, აი სიყვარულის გაკვეთილი, მიხვდა, იცით როგორი სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი დამოკიდებულება მაგას ეხლა ამ ეტაპზე აქ ურთიერთობისადმი რა. ანუ სხვანაირად შეხედა თავის შეიძლება საყვარელ გადაფასება მოხდა, უდიდესი გადაფასება, განულდება ადამიანი, ანუ ეს რაც ძველი მომენტი, ანუ არჩევანი, ხო? ანუ ეხლა უკვე კი, სიხარულისკენ არის აქ სიყვარული, აქ მოხდა ადამიანში გადაფასება, აქ ადამიანმა უკვე არჩევანი გააკეთა, მაგრამ იცით როგორ არის, მიხვდა რომ თუ ურთიერთობაში ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო, მამაკაცს უნდა გქონდეს ეს პასუხისმგებლობა და არა პატარა ბავშვით რომ მოიქცეს, მიხვდეთ, აი რაღაცა დიდი ტრანსფორმაცია კი მოხდა აქ. კი, და მიხვდა მაგან, რომ აი ნამდვილად მე მინდა, ანუ აი აქ გამოჯანმრთელობა მოხდა რა, გეუბნეთ, ცვლილება მოხდა დიდი ძალიან რა, რაღაცა სიხარულის, აი რა ვნახოთ. ხო, აქ ისეთ როგორი მომენტი არის, აქ რაღაცა შანსს ეძებს ეს ადამიანი, რომ უნდა რომ დაუშვათ, აი რაღაც ნაბიჯი მინდა გავაკეთო მე ჩემი თქვათ ქალისკენ, მაგრამ არ ვიცი თუ მიმიღებს, თვითონ მას უნდა ეს ჩემი ნაბიჯები, გაიგეთ რომ მას კი უნდა, მაგრამ იმიტომ არის მაგისტრის აი ეს პროცესი ახლა, რომ ფიქრობს ბევრს სიყვარულზე, მაგრამ რთული არის რაღაცა მოიცა რას ასრულებს შენ აქ. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, თითქოს მაგისტრის ძალიან ძნელია რომ რაღაცა ნაბიჯი გააკეთოთ, მაგრამ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, აქ მაგას თვითონ მაღალი ძალები აიძულებენ, რომ გააკეთოს ეს ნაბიჯი, აი გამოთრევა რაღაც მოდის სიტყვა, გამოათრევენ მართლობიდან რაღაც აი ეს ცეცხლოვანი ენერგია მოდის, გაიგეთ, ანუ რომ უკვე ამავე რომ საკმარისია მან ჯდომა, შენ უკვე დაასრულე, შენ უკვე ყველაფერი გაიგე და ეხლა უკვე მორჩა რა, საკმარისი, უნდა იმოქმედო, კი, 100%-იანი, უკვე უნდა გეშინია, არ გეშინია, არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნახეთ ახლა არის ეს სიტუაცია, რომ როცა ადამიანი, აი გამოდის, კი ბატონო, გამოდის პერიოდიდან, როცა იჯდა ჩვენ. ნუ ახლა იმიტომ რომ თქვენ ახლა უყარხართ, აქ ესეთი ხალი არის, რომ რა ვიცი, თქვენ იმდენ ძალას აძლევთ ამას, თქვენ ისე ბევრს ფიქრობთ და ეს ადამიანი, აქ სულ შეცვლილი მოვა ეს თქვენი ადამიანი თქვენთან გოგოებო, სულ შეცვლილი. აი სიყვარულით და სულ სხვა ურთიერთობით შემოდის გოგო, სულ სხვა ურთიერთობი და სულ მოულოდნელად მოვა, იმიტომ რომ გამოდის ამ პრობლემებიდან, რა პრობლემებიც ქონდა მაგას რა. ვაფშე სულ სხვანაირი მოდის. თქვენ გარეშე მაგას არ შეუძლიათ, თქვენ ხართ მისი ბედი, მისი სიხარული, მისი სიყვარული, მისი თქვენ ისეთ ცვლილებას ახდენთ მაგის ცხოვრებაში, თქვენ ვაფშე აზრზე არ ხართ რა. რეებს გადეს ეს ადამიანი. აზრზე არ ხართ რა. იმიტომ რომ ამას გქონდა, ნუ თქვენი სიძლიერე, თქვენ მაგას აი ძალიან იზიდავს აი ეს თქვენი ღირსება, რო ასე ვთქვათ, მაგი ძალიან კარგად ხედავს, რომ თქვენ თვითონაც რაღაცა შეიცვალეთ, რაღაცა უფრო თავი დაიფასეთ, უფრო მაგა კარგი გაგებით. აი თქვენთან ურთიერთობა არის მაგისტრის ძალიან აი დიდ ძალას მატყობს. ანუ თქვენ ახლა სექსუალურად, რა თქმა უნდა, ძალიან იზიდავთ თქვენ რა. ანუ აქ იმდენს ფიქრობს, იმდენად მნიშვნელოვანი ხართ მაგ ადამიანისთვის, რომ და სხვათა შორის, აი რატომღაც ფიქრობ, რომ
აი თქვენთან რო არის და შეიძლება ფინანსური თემა სულ სხვანაირად არის და ანუ უნდა ამას ეს ძალიან გამცემი ადამიანი ხარ, ძალიან ბევრ რაღაცებს ბევრი შესაძლებლობების გაქვთ თქვენ. ნუ აქ არის ძალიან საინტერესო კარმული პროცესი, აი ძალიან საინტერესო. ერთი გაშლა მინდა მე გავაკეთო. თუ გინდა თქვენს მომწერეთ ახლა კომენტარებში, რომ აი ამ ტრანსფორმაციას ვინც გადეხართ და ვინც ახლა იყავით ამ ტრანსფორმაციაში, რომ დაუშვათ რას გაძლევთ თქვენ ეს ტრანსფორმაცია და მას, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აქ შეიძლება აქცენტი უფრო მეტი არის ახლა ბიჭზე, იმიტომ რომ გოგოს აჩვენებენ მნიშვნელოვანობას, ხო თუ სწორედ ვამბობ. მადლობა რომ ეხმარებთ ქართულში. გოგოები მწერენ ხოლმე კომენტარებში და მადლობა. რაღაცა სიტყვებს როსაც ვერ ვიხსენებ და დიდი მადლობა. ანუ ნახეთ, ეს არის ზუსტად რომ თქვენი აი ღირსეულობა, თქვენი აი ძალიან მაგარი ხალი არის აქ ჩვენები, რომელმაც იცის ახლა თვითონ მიაღწია ყველაფერს, თვითონ ახლა კარგი დიასახლისი, კარგი თავის მოვლა იცის, даже თქვენ სხვათა შორის იცით ურთიერთობები, იცით, აი აქ იცის თქვენ, ნუ როგორ რანაირად უნდა მიუდგეთ მამაკაცს, თქვენ იცით, თქვენ გაქვთ ისეთი მიმზიდველობა, ისეთი უძლიერესი ენერგეტიკა, რომელიც აიძულებს მამაკაცს რომ თქვენს გვერდზე შეიცვალოს, დაფიქრდეს იმაზე, რაზე უნდა ვიმუშაო. ნუ ახლა კონკრეტულად ასე კი არ არის, რომ რაზე უნდა ვიმუშაო, ჩემ თავზე როგორ ვიმუშაო, ასე კი არ ფიქრობს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნუ რაღაცა ნახეთ, კაცი საერთოდ იცვლება, მაგრამ იცვლება იმ შემთხვევაში, თუ მის გვერდზე არის ქალი, რომელიც მას უყვარს. მიხდით? თუ აი მაგ დროს იცვლება, შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევთ რა ამ თქვა ცვლილებებს, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მაგრად იცვლება, თუ ნამდვილად უყვარ ხარ. გაიგეთ? ყველა ვარიანტში კაცი გაითვალისწინებს შენს თხოვნას. მე ვიცი უამრავი ვიცი მაგალითები, როცა მამაკაცები აი ძალიან შეიცვალენ, იმიტომ იმ ერთი ქალის გულისთვის. და ეს არის როგორ? ეს არ არის ისე რომ აი იმას რომ მოვეწონო, არა. აი თვითონ ეს ქალი ისე იქცევა, რომ ის ხვდება, რომ არა რა, აი კი, ნუ ეხლა ის ახსნები ახლა მე არ დავიწყებ, ძალიან ბევრი ახსნა შემიძლია, მე ცალკე შეიძლება ჩაგიწეროთ ვიდეო. აი რატო კაცი თქვა გაქცევაზე, რატო გაიქცევა, მოვა. ისე ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ეს თემა რო გაიგო, რატო აკეთებს ამას. და ეს როგორი სიტუაცია ისე შეიძლება ზოგი იტყოს, რომ აი რატო ამას გამართლება, მაგის საქციელს. მე აი აქ ჩემ არხზე უდიდეს პატივს გცემთ ყველას ვინც ხართ ჩემთან და რატო გეტყვით რა. იმიტომ რომ თქვენ მომყვებით და ვიცი რომ ძალიან ბევრს გეცვლებათ სიტუაციები, რომ ნუ მე ჩემს აზრებას თუნდაც რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სულიერი განვითარება და მატერიალური განვითარება ერთად. ანუ ურთიერთობას მხოლოდ რო უყურო მარტო მიწერ დონეზე, ეს ვერ გაგიჟდები, შეიძლება გაგიჟდე ადამიანმა რა. აი როცა შენ უკვე ხვდები დაუშვათ ეხლა რატომ ადამიანი თქვა გაიქცა და ისე მოვიდა გამოჩნდა გაიქცა. თუ არ იცი, შეიძლება 1000 რაღაცა იფიქრო და აი ეს ხო თემა, მოდით ვერ ვილაპარაკოთ სხვა გაშლაში. იმიტომ რომ აქ გეუბნებით, აქ შეიძლება იყო, აქ აუცილებელი იყო კარმული რაღაცა თემა დასრულეთ. თქვენი რაღაცა გაკვეთილი დაასრულეთ თქვენ სიყვარულში, მაგრამ აქ ბიჭისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა არის, ძალიან კარგი პიროვნება, მაგრამ ნუ არის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ უბრალოდ ახლა უნდა ყოფილიყო ეს ჩამოყალიბება უნდა ყოფილიყო. და სხვათა შორის აი თითქოს მაგას კარები დაუკეტეს, დიდი ხანი ელოდებოდა ეგ, მაგრამ აი კი
ნუ აქ გეუბნებით რომ პრინციპში რას მაჩვენებენ კიდე ახლა აი ეს კი გამოვიდოდა უბრალოდ მაგან რა არის აქ ადამიანი არ იცის უნდა თუ არა გოგოს რომ მე დავბრუნდი იმიტომ რომ აქ თქვენ შორის ჯერჯერობით მიდის ჩუმად და ეს ბიჭიც ვერ რისკავს რაღაცა ვერ ერთად ხართ აკა თქვენ ეს რა ჩვენ მაგრამ იმოქმედებს კი აქ რა არის იცით ამან უნდა ცოტა შეიძლება უხეშად შემოვა მაგრამ არ გაგიკვირდეთ მოდით ახლა რჩევა ავიღო თქვენთვის ახლა მე რჩევა თქვენ გოგოს როგორ უნდა მოიქცეს გოგომ იმ შემთხვევაში იმიტომ რომ იცი რა არის აუცილებელია რა რომ უყურა ამ ურთიერთობას ბიჭებმაც უნდა იცოდნენ გოგოებმაც და მე აღარ იქნება ამდენი მტკივნეული თემა მაგრამ მე გაყვეთილებსაც ვერ გავივლით ხო ეხა სული მოვიდა იმისთვის რომ გაიაროს აქ რაღაც გაყვეთილები და თუ ეხლა ყველაფერი გვითხრეს ჩვენ თავიდან ვერაფერს ვერ გავიგებთ იმიტომ რომ არის ზოგი ნახეთ აი ძალიან მაგარი რა არის ყოველთვის დაიმახსოვრეთ რა რომ სიტუაცია ასეთია ნუ სულ სთხოვეთ ღმერთ თქვენ ფარველი ანგელოს თქვენს თავს თქვენს ქვეცნობიერს რისთვის ღმერთო დამანახე რისთვის რა უნდა გავიგო როცა თქვენ აი ამ კითხვებს აძლევთ ადრე თუ გვიან მოგივათ პასუხი რისთვის აი ხა თქვენ შემთხვევაში მიდის აი ასეთი გაუგებრობა თქვათ ხო ან ის პაუზა ან რაღაც მიხვდებით თუ არა თქვენ მიყვებით თუ არა ხო იმიტომ ვაკეთებ მე რომ ისე რომ წერენ ზოგი ხა უბრალო გაშლას აკეთებთ აი ასეთ ფასში უბრალო გაშლას ჯერ ეს ერთი მე არ ვაკეთებ ესე კარგად იცოდეთ რა მე მკითხავი არა ვარო თქვენ ახლა სამ კარზე რაღაცა ახლა მე რასაც აქ ვაკეთებ ეს არის იმის 1% რასაც მე ვაკეთებ კონსულტაციაზე ეს პირველი მეორე კიდე ბედის მატრიცას ვიყენებ ყოველთვის იმიტომ რომ იქ არის თქვენი პროგრამები მე რას ვერ ხვდებით იცით ადამიანი რომ მოდის კონსულტაციაზე ხო რისთვის მოდიხარ მარტო ის გაიგო და გირეკას თუ არ და გირეკას მაგრამ რატო არ გირეკას არ გინდა გაიგო ან რა უნდა გააკეთო შენ რომ ეს კითხვები აღარ გქონდეს არ გინდა აი ეს არის მატრიცაში ყველაფერი შენი პროგრამები ეს არის მატრიცაში და მატრიცა და ტარო მეხმარება უშუალოდ მატრიცაში პროგრამებს ვეძებ რა მოქმედებს ახლა თქვენ ურთიერთობას და გაუგებრობაზე და ტარო მასზე საშუალებას რომ უშუალოდ შენ პეტრეზე რომ გავარჩიო მე ეს ურთიერთობა უშუალოდ ამ პარტნიორზე ვიზეთ შენ გაინტერესებს ტარო მაგაში მეხმარება მატრიცა მაჩვენებს მე მთლიანად რომ მოდიხარ ხო უნდა წახვიდე და იცოდე რა ხდება ტყუილა ხა ვერ გავიგე რატო რამდენი მოდის ჩემ და 10 ლარი გადამიხდია 20 ლარი 30 50 100-ს გადავხდება მე რა სისულე რა ვერაფერი ვერ მითხრა კი მითხრა რომ და ამერიკას კი გამოჩნდა მაგრამ მე ისე ვისე მოხდა იმიტომ რომ მოხდა ის ისე ვისე იხადე ეს 10 ლარები გეტყვის იმას რომ კი დაგირეკავს კი გამოჩნდება კი ისა ხო აიღე პასუხზე კითხვაზე პასუხი ერთი კითხვა მაგ და ამერიკას დაგირეკავს ხვალ კიდე არ დაგერეკავს, ზეგარ დაგერეკავს, მაზეგარ დაგერეკავს, კიდე წადი მიკითხე. ასე ამდენი 10 ლარი უნდა გადაიხადო, იმაში რომ გაიგო, რომ დაგერეკავს თუ არა. თუ ერთი კონსულტაცია და გაიგო, რა უნდა გააკეთო. რატო ხდება ეს ადამიანი, რატო აკეთებს ადამიანი ამას, რასაც აკეთებს. რა უნდა გააკეთო შენ იმისათვის, რომ ეს აღარ გამეორდეს და იყო ნორმალურ ურთიერთობაში და აი, ეს რა თქმა უნდა ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ მე ასე არა ვარ. ისე მიკვირს ეს კითხვაზე პასუხი ვაფშე მაგიჟებს ხოლმე რა. მაგას ახლა ჩიმოსწავლები სანამ ვარჯიშობენ, კი მოგცემენ ისეთ პასუხს, ერთ კითხვაზე ისეთ პასუხს მოგცემენ, რომ შეიძლება გაგიჟდე. იმიტომ რომ ნჭიერები მყავს. Так, всё. თქვენთვის რჩევა. სამი მაღალი არკანი. ნუ მიეჯაჭვებით სიტუაციას, გაუშვით ეს სიტუაცია და დაფიქრდეთ კარგად, განულდით თქვენ თვითონაც, არ არის საჭირო თქვენ აქ არ ნერვიულოთ, არავითარ შემთხვევაში.
ამ ურთიერთობაზე არაფერი არ ენერგიულ, თქვენი თავი აიყვანეთ ხელში, შეიყვარეთ თქვენი თავი, იყავით დაკავებული თქვენი საქმეებით პირველ რიგში. არ არის აქ საჭირო თქვენ ახლა დეპრესიებში ჩავარდეთ და რაღაცები, არ არის, გაუშვით. მიეცეთ ადამიანის საშუალება, რომ მაგან თვითონ განვითარდეს რა ამ სიტუაციაზე და უნდა განიმოხტოს რა იქ ყველაფერი, კი? კი, აქ ყველაფერი გადასარევად იქნება, იმიტომ რომ ამით თქვენში ნახეთ, თქვენთვის ესეც არის ძალიან მაგარი გაკვეთილი, ეს თქვენი სულისთვის არის ძალიან მაგარი გაკვეთილი. აი, გადაერთეთ რა, გადაერთეთ სამუშაოზე, გადაერთეთ თქვენს თემებზე, თუ ვიღაცა უკვე დაიწყო ეზოტერიკის კი შესწავლა, მაგრად გამოგივა, ან თუ დაუშვით ვიღაცა ფიქრობს, რომ მე მინდა, მაგრამ შეიძლება არ აძლევდეთ თქვენ თავს ამ საშუალებას, ან გქონდათ რაღაცა დაბრკოლება, რა ვიცი მე, აუცილებლად გადაწყვეტილებას მიგაღებინებს თქვენ ეს სიტუაცია და თქვენ ნამდვილად იმაზე, რაზეც თქვენ ბრძოლობდით, ხო, შეიძლება წინააღმდეგი იყავით რაღაცა სწავლაზე, თქვენ აუცილებლად აი აქ თქვენ მიგიყვანებენ მაღალი ძალები ზუსტად თქვენს მასწავლებელთან იმასთან, ვისგანაც თქვენ აუცილებლად უნდა აიღოთ ძალიან მაგარი ცოდნა. იცოდეთ, აქ თქვენში უნდა გაიხსნას ის, რაც დიდი ხანი იყო თქვენში ჩაკეტილი და რასაც თქვენ ეწინააღმდეგებოდეთ რა. აიღებთ ამ გაკვეთილს, ეს ბიჭიც გამოჩნდება, უეჭველე და ვაფშე ყველაფერი კარგად მერე წავა. კი. გაკვეთილები აიღეთ. გამოჩნდება ეს ბიჭი სულ ვაფშე მალე და ძალიან მაგარი შეცვლით თავისი სიყვარულით. თავის და თქვენ გულსაც დაადნობს, დაეგოდეთ შეტყობინებას, რომელიც ძალიან გაგახარებთ.